მე ვფიქრობ, რომ ძალიან ლოგიკურია სხვათა შორის ჩემთვის რეჟიმის მხრიდან ამ ნაბიჯების გადადგმა ეხლა და ამ კონკრეტულ კონტექსტში და ეს უკავშირდება დიახ, როგორც გარე ფაქტორებს, ქვეყნის გარეთ რა ხდება, ასევე ქვეყნის შიგნით შექმნილ ვითარებას და მე ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ესე უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა, არანაირი ილუზია არავის არ აქვს, რომ ეს არის უბრალოდ რაღაცა გადმოგდებული, ასე ვთქვათ, რაღაცა ბარტყები იმისთვის, რომ ვიღაცა მოატყუონ, სინამდვილეში ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენ საქმე გვაქვს კრიმინალურ მოძალადე რეჟიმთან და ამ რეჟიმის შეცვლა არის მხოლოდ და მხოლოდ დასასრული ამ ქვეყანაში ძალადობისაც, უკანონობისაც, ანტიდასავლური პოლიტიკისაც და არაფერი სხვა საქართველოში დაწყებული ეკონომიკური მდგომარეობიდან დამთავრებული კანონის უზენაესობის პრობლემებით და ადამიანის უფლებებით არ ვერაფერი სხვა მოცემულობას ვერ შეცვლის გარდა ივანიშვილის რეჟიმის შეცვლისა არჩევნების გზით და ახალი დემოკრატიული პოლიტიკური რეალობის შექმნისა მათ აქვს ცდელობა აშკარად რომ ესეთი რაღაცა მოძრაობებით გარკვეულწილად ვფიქრობ რომ მიმართონ რაღაც ნაწილს ხო ასე ვთქვათ თავისი ასე ვთქვათ სმენელი თუ მაყურებელი ყავს ამ ჟესტებს როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ მოდი ქვეყნის შიგნით დავიწყებ იცით თქვენც ალბათ აკვირდებით რომ სულ უფრო რთული ხდება ქართული ოცნების მომხრეებისთვის იმიტომ რომ მოდი ვთქვათ რომ მათ გარდა დაქირავებული პროპაგანდისტების თუ ბოტების და კონტროლების რაღაცა ხალხი სხვა არსებობს ვინც ქართული ოცნების სახელით საუბრობს არ ვიცი ბოლოს და ბოლოს მეზობელს უნდა უთხრას რატო აძლევს ხმას ქართულ ოცნებას და რატოა კარგი ამ ხალხს სულ უფრო და უფრო უჭირს ასე ვთქვათ რაღაცა არგუმენტაციის მოძებნა რატო შეიძლება ვინმემ გააგრძელოს ამ ხელისუფლების მხარდაჭერა ასე რომ მე ვფიქრობ რომ ეს პირველ რიგში გადაგდებული არის მათი მომხრეებისთვის მათთვის სათქმელად რომ აი დაცაჯეს მოძალადეები და ასე ვთქვათ ეს არის შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი რაღაცა ასე ვთქვათ მოძრაობა და ასევე ჩვენ ვხედავთ რა ხდება დღეს საგარეო ფრონტზე იმიტომ რომ მე სხვათა შორის უკვე რამდენიმე კვირა აქტიურად ვამბობ ამას რომ დღეს ქართული ოცნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ რაღაცა შექმნას თუ არა რეალური გადატვირთვა დასავლეთთან შექმნას რაღაცა ილუზია ხო რომ აქეთკენ მიდის მათი მცდელობა და ისინი ამისთვის ერთი მხრივ არ არიან მზად რაიმე სერიოზული ნაბიჯები გადადგან მაგრამ მეორე მხრივ სურვილი აქვთ რომ დაუბრუნდეს ვითარება იმ მდგომარეობას, როდესაც რა თქმა უნდა აქ არანაირი რეალურ ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგზე საუბარი არ არის, მაგრამ აი ეს ილუზია, რომლითაც ფაქტიურად წლები არსებობდა ეს რეჟიმი, რომ ვითომ არის პროდასავლური და იქ ევროპელებსაც ხელს ართმევს ამერიკელებსაც და თან აი ამ მდგომარეობას უნდათ რომ როგორმე ასე ვთქვათ, აი ეს ოპტიკა შექმნან. ამისთვის ფიქრობენ, რომ მსგავსი ჟესტები არც ის არ არის შემთხვევითი, რომ ამერიკული დელეგაციის ვიზიტს დაემთხვა ასე ვთქვათ ამ ხალხის დასჯა ამისთვისაც ფიქრობენ რომ აი ამ მოძრაობებით ეგება რაღაცა მიაღწიონ რაღაც პოზიტიურ ასე ვთქვათ გარღვევას და ეს არის მცდელობა ეს ჩიხმა განაპირობა ერთგვარმა ხო რა შესაბამისად პუტინის დასუსტების ფონზე და ასე შემდეგ ამას ემატება ის რაზეც თქვენს პირველ ნაწილში იყო თქვენი გადაცემის საუბარი რომ დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის მიდის აბსოლუტურად საწინააღმდეგოდ იმისი რა მოლოდინებიც ჰქონდა ივანიშვილს და მის რეჟიმს ნუ ახლა უნდა ითქვას სამართლიანობა მოითხოვს რომ მარტო ივანიშვილს არ შეშლია პროგნოზია ომის მიმდინარეობის ეს დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა უამრავი ადამიანს. რა თქმა უნდა, ყველა სპეცსამსახურისათვის, მათ შორის ყველაზე ძლიერი სპეცსამსახური ამერიკიდან და რუსების გაგრძელებული, ამიტომ მარტო ივანიშვილს ვერ დავაფრთხილებ მაგას. ამას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ, მაგრამ მორალური პრობლემა იყო ოფსონის მაგაზე. მაგრამ ნუ ახლა ესეც ხო იცი, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ მე მაინც მაქვს მოლოდინი, რომ რუსეთშიც რაღაც ახალი რეალობები შეიქმნება უახლოეს მომავალში და საბოლოო ჯამში, როდესაც შენ ხარ ასე ვთქვათ, ჭიპლარით მიმაგრებული ხო, აი ამ რეჟიმს, რომელიც დღეს მართავს რუსეთს, იქ მგრძნობელობა თავისთავად არსებობს, ხო? ანუ რაღაცნაირად ინსტინქტის დონეზეც კი. ამიტომ ის, რომ დღეს ეს რეჟიმი ცდილობს, რომ მინიმალური კიდე ერთხელ ვამბობ, მინიმალური მოძრაობებით
შექმნას რაღაცა ახალი, ასე ვთქვათ, დინამიკა, თან აქვს იმისი იმედი, რომ რაღაცა ახალი საჭიროებები ჩნდება, იგივე ასე ვთქვათ, სატრანზიტო შესაძლებლობების გამოყენების თვალსაზრისით და ცდილობს მაქსიმალურად, რომ მინიმალური დათმობებით ამ სქემებიდან მაინც არ მოხდეს მათი ამოგდება, იმიტომ რომ პირდაპირ გითხრათ, დღეს მიდის ამაზეც მსჯელობა, რომ ზოგადად სატრანზიტო შესაძლებლობების განვითარება ამ რეგიონში როგორ უნდა დაიგეგმოს ისე, რომ საქართველოს იქ აღარ იყოს ფაქტორი. ამას სჭირდება დრო, მაგრამ აქამდე მიიყვანა საქმე, ხო, ამ ხელისუფლებამ, რომ ამაზეც კი დღეს მიმდინარეობს მსჯელობა. ამიტომ ის მოძრაობები, რასაც ისინი აკეთებენ ბრიუსელში, მათ შორის, როდესაც საჯაროდ ყოველდღიურ ანძღავენ ევროკავშირს და სინამდვილეში ძალიან აქტიურად ცდილობენ, რომ რაიმე სახის ნიშანი შექმნან ნორმალიზაციის, ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ მათ განცხადებებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან გადატვირთვის, ასე ვთქვათ, პოტენციალთან დაკავშირებით, ცხადს ქმნის, რომ დღეს ეს მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენთვის ეს ყველაფერი არის შესაძლებლობა, მე ესე ვხედავ, იმიტომ რომ რაც უფრო მეტად ხედავს ეს რეჟიმის საჭიროებას მსგავსი მოძრაობების, მით უფრო მეტი შესაძლებლობა გვეძლევა ჩვენ, რომ გავზარდოთ წნეხი რეჟიმზე და აქ საზოგადოება უნდა იყოს ძალიან ფხიზლად და მე ვფიქრობ, რომ ფხიზლად არის ჩვენი საზოგადოება. მე არ მგონია, რომ ვინმეს აქვს რაღაც ილუზია, რომ ეს მოძრაობები რაიმე ფუნდამენტურ ცვლილებებს ნიშნავს. არაფერი, იგივე რეჟიმია, იგივე წესებით ამართავს ამ ქვეყანას და სანამ ეს რეჟიმი არ შეიცვლება, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ არ შეიცვლება.